გამარჯობა, დღეს ვისაუბრებთ ფიდირის შესახებ და გაიგებთ იმ ინფორმაციას, რომელიც ჯერ არ გაგიგიათ. არ იცით, ან არ გადაუთარგმნიათ, ან არ გინახავთ, ან ასე შემდეგ. დავიწყოთ. საბოლოოდ ყველაფერი მშობლებს ბრალდება და აღზრდას ბრალდება. მართალიც არის. ფიდირი, ალბათ ყველამ კარგად ვიცით ვინ არის და თუ არ იცით შეგახსენებთ. ის არის ცნობილი პროდიუსერი, რეპერი, მომღერალი და ასე შემდეგ. ატარებდა ფართებს, ძალადობდა ხალხზე, ასმევდა მათ ნარკოტიკებს, თიშავდა, ასევე ტრაფიკინგშიც მონაწილეობდა ბავშვების გაყიდვაში. ეს პიროვნება ეხლა არის ციხეში და მთელი ჰოლივუდი გადატრიალდა. ხო გაინტერესებთ, რას ამბობს ფიდირი? ეხლა ციხეში ზის. უბრალოდ მოტოციკლით დადის ციხეში. არ იცოდით? ხო, ეს დადის ციხეში. ორბლიანი და გადმოგცემთ რაც დამავალა, რაც დამაბარა. შობელი, ფიდირის დედა ხშირად მართავდა ფართებს, ზუსტად ისეც როგორც მის შვილი. ანუ, როცა ფიდირი იყო პატარა, ეხლა ხანს დოკუმენტური ფილმი ჩაწერეს მასზე, მისი ბავშვობა აჩვენეს. ბავშვი ხედავდა ნარკომანებს და სუბუქი ყოფაქცევის ხალხს თავისივე სახლში კვირაში ორჯერ ფართებზე, 2 დღიანი და 3 დღიანი ფართები ჰქონდათ და ეს ბავშვი ამ ყველაფერს მიზით თვალებით უყურებდა. წარმოიდგინეთ, როგორი გაიზრდებოდა, რა თქმა უნდა, არაადეკვატური. და გაიზარდა კიდეც სამწუხაროდ. და ვინ იმსხვერპლა? პირველ რიგში მგონი ყველას გაინტერესებს ჯასტინ ბიბერი. I know you love me. ჯასტინ ბიბერი. ყველა რო გეის ეძახდა საქართველოში. ვაიმე მაგას უსმენ, გეია იქ, გეის უსმენ. გახსოვთ? ის გადიოდა და ხალხი როგორ აბულინგებდა კიდე, თავის ვიზუალზე, თავის ხმაზე. რა იქნა ბავშვი იყო. აბა ეხლა ამღერეთ 12 და 13 წლის ბიჭი ბავშვი როგორია. ჯერ ვერც კი წარმოვიდგენ თავის ტექსტებში ისეთ რაღაცებს მღერის, რაც წესით სრულწლოვანმა უნდა იმღეროს. რატო იყო მაშინ ეს ნორმალური, არ ვიცი. კარგი, ჯასტინზე ცალკე ვიდეოს ჩავწერ, მთელ ფილმს გადავიღებ, იმიტომ რომ ყველაფერი ვიცი, გაინტერესებთ, დამახვალებ, დამასაბსკრაიბე. დამასაბსკრაიბე, უეჭული, დამასაბსკრაიბე. გიყურებ, დამასაბსკრაიბე. ნარკოტიკი, რომელსაც ფიდირი ასმევდა ხალხს თავის ფართებზე. ეს არის თუში და საიდან ვიცი? იქიდან ვიცი, რომ მისი მიმწოდებელი ქალი, ჯეგ ვორბაითი, მთელი მისი ბოლო 3-4 წელი ცხოვრების წერს ინტერვიუებს, სადაც ადანაშაულებს ფიდირის და ამბობს ყველაფერს, სიმართლეს, ჯეიზიზეც, ბიონსეზეც, ჯასტინზეც, ფიდირიზეც, ყველაზე, მაილი საირუსზეც, ყველაზე საუბრობს სიმართლეს, რიანაზეც. ამ ქალს უსმენ წლების განმავლობაში და უკვე შარშან ვიცოდი, რაც დატრიალდებოდა ჰოლივუდში. უпроსტოდ შარშან წინ. 2 წლის წინ მქონდა ამაზე ინფორმაცია. უბრალოდ საქართველოში ძალიან გვიან მოდის ყველაფერი და ეხლა გავაკეთე არხი, რომ დროულად მოგაწოდოთ ინფორმაცია, რა ხდება, თუ გაინტერესებთ, რა თქმა უნდა. თქვენი ფავორიტი ხალხი, ადრე იყვნენ ფავორიტები, აბა ეხლა არავის ფანი აღარ არის. ეს თში იყო ვარდისფერი ფერის ნარკოტიკი, რომელშიც იყო გარეული რაღაც ძალიან ცუდი წამლები, არ ჩამოთვლი სახელს, ძალიან ცუდი რაღაცები იყო შიგნით, ცხენის დოზის ტრანკვილიზატორთან ერთად, რაღაცა საშინელება იყო შერეული შიგნით. ალბათ მიხვდებით რაც. ეს ნარკოტიკი ადამიანს თიშავდა და მეორე და მესამე დღეს არც კი ახსოვდათ რა ხდებოდა. ამ ნარკოტიკით გაჟღენთილ ადამიანს ფიდირი უღებდა ვიდეოებს. სახლის ყველა წერტილში იყო დაყენებული ვიდეოები და რაც ხდებოდა სახლში კარგად ჩანდა. და ეს კადრები და ეს ვიდეოები ქონდა მას სახლში შენახული და უკვე არის პოლიციის ხელში. ჯასტინზე გაინტერესებდათ, ხო? გარდა იმისა, რომ ამ ბავშვებს ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ, მან 24 საათი გაატარა, ხო, თუ 48 საათი გაატარა ფიდირისთან ერთად ვიდეოც კი უდევს. და თან ესეთი პატარა ბავშვს ელაპარაკება, რომ ესო ქალებში გავერთობითო. წარმოგიდგენიათ, რა საშინელება. როგორ ხარ მეგობარო, დიდი ხანი არ დაგირეკავს ჩემთვის და რაღაც განსხვავებულად იქცევი ამ ბოლო პერიოდში. რავი, რამდენი ხანი არ დაგირეკავს და თან ფართიც არ ქონია. რა ხდება? I mean, you try to get in contact with me, they're all my, partners and whatnot. But
you never really got my number, so. შენ ჩემი ნომერი არ გაქვს და ალბათ მოგცემ ჩემ ნომერს რომ დამირეკო. ნუ მოკლედ ჯასტინის დედამ რო ამას ყველაფერს ნება დართო, ესეც გასაკვირია, მაგრამ როგორც გავიგე, ჯასტინის დედა იმიტომ რთავდა ნებას, რომ ენდობოდა ჯასტინის მოძღვარს. ერთ-ერთი მღვდელი კათოლიკე და აი ამ პიროვნებამ რაღაცნაირი კავშირი დაამყარა, ისეთ თითქოს არაფერი ცუდი არ ხდებოდა ჯასტინის ირგვლივ. და ჯასტინიც ვერ ამბობდა ვერაფერს, სიმართლეს ვერ ამბობდა, იმიტომ რომ რო ეთქვა, ხდებით რა მოხდებოდა. აი ეს კაცი როა ფიდირი, ყველაზე ცნობილი, თუფაკი რომ მოკლა, მაიკლ ჯექსონიც რომ მოკლა. ხო, ისიც კეისი ვენტურას რო ოცემდა, კი სასტუმროში ვიდეოც როდევს. კიდე ისა, ჯეიზის საყვარელი რომ მოკლა. მისი ცოლიც რომ მოკლა. აი, მაგ კაცმა ჩემზე იძალა და იცით? თქვენ გონიათ ჯასტინი გამოვიდოდა და ეს რაღაცას იტყოდა ბავშვი? როგორც ჩანს, ყველაფერს ფარდა ეხადა და სასამართლოშიც არის უკვე საჩივარი შეტანილი, ერთ-ერთი 14 წლის ბიჭი ბავშვი არის შეტანილი და დიდი ალბათობით ემთხვევა ასაკიც და პერიოდიც ჯასტინის ასაკს და პერიოდს. უბრალოდ ეს გახმაურებული არ არის და იმედი მაქვს ვიდეოები არ გავრცელდება ინტერნეტში, იმიტომ რომ ეს უნდა ფიდირის, რადგან პროკურატურას თხოვს, რომ ვიდეოებიო გადმოგვიგზავნეთო ჩვენცო, რომ ჩვენც ვნახოთო. რა ვიდეოებზე არის საუბარიო და ამ ვიდეოების გაციფრულებით, ანუ როცა გააციფრულებენ ვიდეოს და გადააგზავნენ ინტერნეტით, ავტომატურად ის შეძლებს, რომ შემდეგ ინტერნეტში გაავრცელოს ან გაყიდოს ეს ვიდეო, ძალადობის ამსახველი კადრები. და ეს ვიდეოები გავრცელდება ხალხში. რაც აწყობს ფიდირის, იმიტომ რომ მერე დააბრალებს, ხო, შეხედეთ პროკურატურამ გამივრცელა ეს ცუდი ვიდეოები და მან ჩემი ბრალი არაფერი არის და რაღაცა. გაინტერესებთ ალბათ, ხო, თავს როგორ იმართლებს ფიდირი. არ ვარ მე დამნაშავე გამიშვი ციხიდან კაცო. არა ეს ნარკოტიკს მისი წღებულობდნენ. საჭმელში უყრიდი. არაფერსაც არ უყრიდი. დიკაბრიო ჩემსკენ იყო. არ იყო კაცო ეს ისე მოდიოდა ესე. არა ლეო არაფერ შუაში არ არის. არანაირი ნარკოტიკი არ გქონია ჩვენ პარტიზე და გამიშვით ეხლა ყველა ვარ აქ, ყველა ვზივარ. ეს ვიდეოებში რა ჩანს? ეგ უნდოდათ კაცო და იმიტომ შებოდნენ მასე. ხო, თანახმა იყო და იმიტომ უღებდი. ამას ამბობს ფიდირი. ამბობს რომ აბსოლუტურად ყველა, ვინც ვიდეო გადაქვს ჩანს, თანახმა იყო რომ ნარკოტიკი მიიღოთ და ეს ვიდეო რაღაც საშინელებები გადაიღოთ მათთვის. წარმოგიდგენიათ? ალბათ ყველას გაინტერესებთ, რატო გავრცელდა ჯონსონს ბეიბის ზეთის კადრები. რომ თითქოს 1000 ცალი ბოთლი ჯონსონს ბეიბი ამოიღეს, ფიდირის სახლიდან ჯონსონს ბეიბის ზეთები ამოიღეს. ანუ ძალიან ბევრი ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ფოტოები ვრცელდება ინტერნეტში და მე დაგეხმარებით, რომ გაარჩიოთ რა არის სიმართლე და რა არის სიცრუე. ის რომ გვირაბებია სახლებში ნაპოვნი, ეს არის სიცრუე, არანაირი გვირაბები არ არის ნაპოვნი. და საუბარიც კი არ ყოფილა გვირაბებზე, ეს უბრალოდ ჭორები დადის და ჯერ არ დამტკიცებულა. შეიძლება დამტკიცდეს, მაგრამ ეგ არის ჭორი. ჯონსონს ბეიბი ნამდვილად იყო ამოღებული და რისთვის იყენებდა ჯონსონს ბეიბის ზეთს. კარგად დამამასაჟე. დიდი ზურგი მაქვს და ერთი ბოთლი ზეთი არ მეყოფა. ჯონსონს ბეიბის ზეთს თუ დიდი დოზით მიიღებს ადამიანი, თუ დალევს, ემართება პნევმონია. ფიდირის პირველი ცოლი გარდაიცვალა პნევმონიით. ჯეიზის ორსული საყვარელი გარდაიცვალა პნევმონიით. ფიდირის ყოფილი დაცვა გარდაიცვალა პნევმონიით ახლახანს. და ეს ხალხი ახალგაზრდა ჯანმრთელები. როგორ, რანაირად? რა შუაშია ჯონსონს ბეიბი? აი ამ ყველაფრის შუაშია, რომ რა შუაშია ბიონსე და ჯეიზი? ბიონსე მისი დრამერის კატა მოკლა. არ გჯერათ? არც მე. მაგრამ ვიდეოდე, სადაც მის დრამერი ამბობს, რომ ჩემი კატა მოკლა ბიონსემ. რატომ მოუნდებოდა ამის თქმა? ამის დაბრალება. ბიონსეზე ამბობენ, რომ რაღაც ხრიკები უყვარსო, შავი მაგიესო თუ რაღაც ისო. ნუ, ეგ ეხა უბრალოდ ჭორია და მაგას ვერავინ ვერ დაამტკიცებს, მაგრამ ძალიან ბევრი აბრალებს ბიონსეს იმას, რომ ბიონსეს თუ მადლობას არ გადაუხდი, ბიონსე მოგკლავს. ხახნო, რატო აბრალებთ ბიონსეს ამას? ჭორების რახან არის გავრცელებული მაგიტო? ეგებ ჯეიზია ყველაფერში დამნაშავე.
ეგებ ჯეიზია ამ ყველაფრის თავი და თავი. და ბიონსე არის მსხვერპლი. რადგან თუ გადავახოთ დროს უკან მიხვდებით რომ ბიონსე როცა არასრულწლოვანი იყო ჯეიზი იყო მაშინ 32 წლის როცა ბიონსე ცოლად მოიყვანა თუ რა შეყვარებულები იყვნენ ბიონსე იყო 17 წლის ანუ არასრულწლოვანი გოგო იყო რატო არავის არ გეფიქრებათ იმაზე რომ ბიონსე არის მსხვერპლი არ ვიცი მე მეფიქრება თქვენ ეგრე პოდნავ დაფიქრდეთ ბიონსემ გვარი გადაიკეთა და მისი ქმრის გვარი მოიშორა კარტერი ნეტავ რატომ ეხლა როცა სასამართლო პროცესი ჯერ არ დაწყებულა და დაკითხვა მიმდინარეობს გავრცელდა ინფორმაცია რომ ოფიციალურად რომ ჯეიზი უარყოფს ყველანაირ კავშირს ფიდირისთან ჯეიზი ის არის ხო იცით რეპერი ჯეიზი ხო იცით ანუ ჯეიზი უარყოფს ფიდირისთან კავშირს როცა ჯეიზი და ფიდიდიც მაკაცები არიან საუკეთესო ძმაკაცები იყვნენ იმ პერიოდში განსაკუთრებით თუფაკი რო და ეხა უარყოფს არა მე არ ვიცნობ კაცო ვინ არის ფიდიდი აბა ვინ არის ფიდიდი ნიკი მინაჟი არის გარეული ამ საქმეში და ნიკი მინაჟი არის ფიდიდის მხარეს ნიკი მინაჟი არის ვიდეოებში და ნიკი მინაჟზე ცალკე ვიდეოს გავაკეთებ მის ქმრებზე თუ არ ვწდები მისი ძმაზე რომელიც ასევე მოძალადეა და რომელიც ასევე ნაციხარია ძალიან ბევრი ინფორმაციას განვიხილავ თქვენთან ერთად და დამასაბსკრაიბე რა შეგეზარა და არ დამასაბსკრაიბე გელოდები არა მე გელოდები არ გამაგზელებ ვიდეოს დამასაბსკრაიბე და ეხა მაშინ დამალაიქე გელოდები დამალაიქე აშერი სანამ პატარა ჯასტინს მიიყვანდა ფიდირისთან და გააცნობდა მას წინა დღეებში გაუპატიურეს აშერი და საავადმყოფოში იყო და ეს ყველაფერი ჯეკ უაიტმა იცის იმ ქალბატონმა რომელიც არის თავი და თავი ინფორმაციის წყარო ნიკი მინაჟი ქალი რეპერი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალი რეპერი იყო ძალიან ახლო ფიდირის მეგობარი და მე პირადად აღმოვაჩინე რომ თავისივე რეპში ამბობს ამას გარდა იმისა რომ ნიკი მინაჟი კრიმინალურ ოჯახშია გაზრდილი ფიდირისთანაც ძალიან მჭიდრო კავშირები აქვს და ალბათ ეხა თავის დადუნას ცდილობს მაგრამ არ ამგონი გამოუვიდეს მე უბრალოდ ნარკოტიკს მივიღებ და გავალ გმაყოფილიც იყო ყველაფრით მე მაილი საირუსი ვარ აი რაღაც ეგეთ გამომივიდა ოკეი იმედია მოგწონთ ჩემი ვიდეო ძალიან ბევრი ვისაუბრე უკვე ხალიფ გევა აღარ საუბრობ რა YouTube-ის ღილაკი უნდა დავკიდო აქაოგან ანაკა მოიშორა მისი ქრის ქმარი მოიშორა ბიონსემ მისი ქმრის ქმარი